ნანა ჩემთვის იყო აღმოჩენა. როცა ჩავამთავრე ეს ყველაფერი ოპერაცია, მასტექტომია, დავიწყე ონკოლოგიის ძებნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ უნდა ემართა ჩემი ჯანმრთელობა. მინდოდა ექიმი, რომელიც ჩემს ვიბრაციებზე შდებოდა. და პირველი რო შევედი და დავინახე, იმ წუთას თქვი, რომ ეს არის ის ექიმი, რომელიც ამ გზას მე გამატარებს ისე, როგორც უნდა გავიარო. ჩემთვის ძალიან კომფორტული იყო ის, რომ ნინომ თავიდანვე იცოდა, რომ ყოველთვის სტადია არ ნიშნავს მდგომარეობის სირთულეს. ზუსტად ეგ არის ძირითადი მესიჯი, რომ ყოველთვის სტადია არ განსაზღვრავს, ვის რა მკურნალობა სჭირდება და რამდენად რთული გზა უნდა გაიაროს. ერთია მედიკამენტი, ერთია გვერდითი ეფექტი და მერე აბსოლუტურად დანარჩენი უკვე პაციენტზე, მის წინასწარ-განწყობაზე, დამხმარე თერაპიაზეა, რაც ნინომ თავიდანვე ძალიან კარგად იცოდა და ძალიან კომფორტულია ეგ დროს ექიმისთვისაც. ემოციური ფონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა მიიღო როგორც მოცემულობა შენი ამ პერიოდის, აი ცხოვრების ამ პერიოდის, მიყვე იმ მკურნალობას და იმ გაიდლაინებს, რაც მორგებულია შენს დიაგნოზზე და როცა დამთავრდება ეს ყველაფერი გააცილო და შემდეგ აკონტროლო. როგორც კი დიაგნოზს გაიხდი ცხოვრების წესად და ასე ვთქვათ, მიყვები ამ ცხოვრების წესს, ჯანმრთელი ცხოვრების წესს, ხო? იქ უკვე რისკებიც მცირდება და მე შემიძლია გითხრათ, რომ ღირს რაღაცების დათმობა იმისთვის, რომ გრძელი ტკბილი ლამაზი ცხოვრებით იცხოვრო. ნინო დღეს მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უკვე მკურნალობის პროცესის დასასრულს მიუახლოვდა, ამ წუთას პროფილაქტიკურ მკურნალობას გადის და გამოჯანმრთელებული პაციენტია, თავს გრძნობს ძალიან კარგად, აბსოლუტურად შრომისუნარიანია ყველანაირი გართულების და გვერდითი ეფექტის გარეშე, იმიტომ რომ რაც არის, ისიც იმდენად დროებითია, რომ როგორც კი მისი მკურნალობა დასრულდება სულ რამდენიმე კვირაში, აბსოლუტურად ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა პაციენტის. ყველა პაციენტს თხოვ, უამრავი რესურსი არსებობს უკვე, რომ წაიკითხონ თავიანთი დიაგნოზის შესახებ, იმიტომ რომ ადვოკატირება ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის. იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს ამ გზას, ვურჩევდი, რომ მიუხედავად დიდი ემოციური სტრესისა, იმიტომ რომ ყოველთვის სტრესია, არ დაკარგონ რაციონალურობა. ზუზუსკიბო არის ის დიაგნოზი, რომლის შემთხვევაშიც აბსოლუტურად რაციონალურად, ცივი გონებით უნდა მოვმოტივირდეთ, რომ ვებრძოლოთ ამ დაავადებას, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ბრძოლას ნებისმიერ შემთხვევაში აზრი აქვს. იმ ქალებს, ვინც ეხლა ადგებიან ამ გზას, პირველ რიგში ვეტყვი, რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიძიონ თავიანთი დიაგნოზის შესახებ და კი არ არის განაჩენი, რა მშვიდად მიყვნენ ამ გზას და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ყველას ვეტყვი ამ გზის დასასრულის შემდეგ ისეთ ტრანსფორმაციას წაიღებენ საკუთარი თავიდან, რომ სხვა ადამიანები იქნებიან გაცილებით უფრო კარგი ვერსიები თავიანთი თავის.